ყველას საფეხბურთო სალამი და მე კვლავ გიბრუნდებით უცხელესი საფეხბურთო სიახლეებით. გიორგი მიქაუტაძის საგოლე გადაცემა ლიონის შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ქოჩორაშვილი ტრაუმირებულია და სავარაუდოდ შემდეგ მატჩსაც გამოტოვებს. რა მდგომარეობა აქვს ფეხბურთელს? ხუჩა კვარაცხელიაზე ფრანგული პრესა კვლავ აჭრელებულია. რას წერენ ქართველზე? ეს და სხვა მრავალი თემა ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. თუ ჯერ არ ხარ ჩვენი გამომწერი, არ დაიზარო, გამოგვიწერე და გაიგე სპორტული სიახლეები პირველმა. ასევე დაალაიქე ვიდეო. ავიდეთ 1500 მოწონებაზე. ამით არხის განვითარებას შევუწყობთ ხელს. ეს არის არხი ფუტვიჟენ. დავიწყოთ. ლევანტეს ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სავარაუდოდ მეორე მატჩსაც გამოტოვებს. ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. მიზეზი კოჭის ტრავმაა, რის გამოც ქოჩამ დეპორტივოსთან მატჩი გამოტოვა. ლევანტეს მომდევნო მატჩი 3 თებერვალს ფეროლთან აქვს და როგორც მედია წერს, ქართველი ამ შეხვედრასაც გამოტოვებს. მის გარდა გუნდს ასევე ვერ დაეხმარა ანხელ ალგობია, რომელმაც ტრავმა 21 იანვარს მიიღო. შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონზე 19 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. რაც შეეხება მის გუნდს, ლევანტე სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს. ევროპა ლიგის ფაზის დასკვნით ტურში გიორგი მიქაუტაძის ლიონმა რაზგრადის ლუდოგორეტს უმასპინძლა და ფრედ 1-1 ითამაშა. სტუმრები უკვე პლეინს მიღმა იყვნენ დარჩენილი და მათთვის დიდი მნიშვნელობა ამ მატჩს არ ქონია. რაც შეეხება ლიონს, მათ მეორე ადგილზე ასვლის შანსი ჰქონდათ. ასევე მარცხის შემთხვევაში საუკეთესო 8 გუნდში ადგილის დაკარგვის რისკის წინაშეც იყვნენ. რაც შეეხება უშუალოდ მიქაუტაძეს, მან შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო და მოედანზე აქტიურიც იყო. 54 წუთზე ჟორჟმა კორენტინ ტოლისოს საგოლე გადაცემა გაუკეთა და ანგარიში ასე გაიხსნა. მე-60 წუთზე მიქაუტაძე მეკარესთან 1-1-ზე გადიოდა. ცველმა ის აშკარად წესების დარღვევით შეაჩერა, რის გამოც ჟორჟი დაეცა და საგოლე მომენტიც განიმუხტა. არბიტრმა ვიდეო რეფერის მიმართა, თუმცა აუხსნელი მიზეზების გამო პენალტი არ დაინიშნა. 78 წუთზე სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს და ბევრისთვის მოულოდნელად შეხვედრა ფრედ დასრულდა. საბოლოოდ ლიონმა მე-6 ადგილი დაიკავა და მერვედ ფინალში პირდაპირ თამაშის უფლება მოიპოვა. წარმატებები გიორგი მიქაუტაძეს დარწმუნებული ვარ, რომ თავს ყველაფერს გაართმევს და კარგადაც გამოიჩენს. ოთარ კიტაიშვილმა 28 წლის ასაკში ოცნება აიხდინა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეძლო. გრაცის შტურმის ქართველი 10-იანი. ამის შესახებ და სხვა საინტერესო თემაზე ავსტრიულ გამოცემა კრონენს ესაუბრა. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ და ვერ ხვდები ცვლილებები რატომ უნდა მინდოდეს. დიახ, შემოთავაზებები მქონდა, იყო ამაზე მსჯელობაც. ეს ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე ხდება. ეს ფეხბურთის ნაწილია. ვერ დაგპირდებით, რომ პოზიციას არასდროს შევიცვლი. არც ის არის გამორიცხული, რომ აქ სამუდამოდ დავრჩე. ეს ეტაპი გადავლახე. რეალურად ამ ტრავმებმა მე უფრო მეტად გამაძლიერა, რადგან საკუთარი სხეული უკეთ შევისწავლე და უკვე ვიცი რა სჭირდება მას. ამ ყველაფერმა დღევანდელ დღემდე მომიყვანა. მინდა რომ შტურმთან ერთად ჩემპიონის ტიტული შევინარჩუნო. ვიცი რომ ამის გაკეთება მარტივი არ იქნება. ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, ჩემთვის ეს სასიამოვნო მოგზაურობა იყო. ბევრი ჩვენთაგანისთვის ეს ტურნირზე პირველი გამოსვლა იყო. ეს ბავშვობის ოცნება გახლდათ. ამ მატჩებმა ძალიან ღირებული გამოცდილება მოგცა. ქართველმა ფეხბურთელმა ჩვენი ნაკრების მწვრთნელზე ვილი სანიოლზეც ისაუბრა. მან თავისი კარიერის მანძილზე უამრავი რამ გამოიარა. მისგან რჩევას ხშირად ვიღებ. სანიოლისგან ბევრი სასარგებლო რამის გადაღება შეიძლება. ბოლოს გეტყვით, რომ კიტეიშვილმა შტურმთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2027 წლის 30 ივნისამდეა. კრისტალ სპორტის ცნობით, ქართველი ფეხბურთელი სტაბილურ, გრძელვადიან და საინტერესო შემოთავაზებას ელოდა, რომლის ვერ მიღების შედეგად ავსტრიაში დარჩენა ამჯობინა. ფრანგული გამოცემა France Bleu PSG-ს ფეერიული თამაშის შესახებ წერს და ამ ყველაფერს ხუჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან აკავშირებს. ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 2 პრინციპული მატჩი დამაჯერებლად მოიგო და ჯამში 8 გოლი გაიტანა. გაშვებით კი მხოლოდ 3 გაუშვა. ეს არის გუნდი, რომელმაც შეძლო იმის დადასტურება, რაც გასულ კვირას მანჩესტერ სიტისთან ვიხილეთ. ლუის ენრიკეს ბიჭებმა შტუტგარტს შანსი არ მისცეს და პლეინში თამაშის უფლება მოიპოვეს. მე-15 ადგილის დაკავება PSG-ს საშუალებას აძლევს, რომ საპასუხო მატჩი საკუთარ კედლებში გამართოს. ძნელია ეს ყველაფერი კვარაცხელიას პარიზში ჩასვლასთან არ დააკავშირო. კვარა ბარკოლას პირდაპირი კონკურენტია. ორივე ერთ პოზიციაზე თამაშობს და შაბათს ბრედლი რეიმსთან მატჩში თადარიგში აღმოჩნდა. ეს არის გუნდი, რომელშიც არის დიდი კონკურენცია და მისი თითოეული წევრი ერთმანეთს წინსვლას აიძულებს, რათა მოედანზე ადგილი დაიმკვიდრონ. ლუის ენრიკეს გუნდმა რთული სტარტის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მოსალოდნელი საქმე უკვე გააკეთა და პირველი ეტაპი დაძლია. ამიერიდან პარიზელები სრული შემადგენლობით შეძლებენ თამაშს. წერს ფრანგული გამოცემა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პლეინში პარიზელთა მეტოქე მონაკო ან ბრესტი იქნება. მერვედ ფინალში გასვლის შემთხვევაში
შემთხვევაში კი PSG ლივერპულს ან ბარსელონას დაუპირისპირდება. ეს ნამდვილად ძალიან რთული და სანახაობრივი შეხვედრა იქნება. ამიერიდან ხუჩა კვარაცხელია გუნდს ჩემპიონთა ლიგაზეც დაეხმარება, იქამდე კი უახლოეს შეხვედრაში შაბათს 8 საათზე ბრესტთან გასვლა ელის. ამიტომ ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ მას, კომენტარებში დავწეროთ #კვარაშენთან ვართ. დღეისთვის კი სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია მოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში არ დაიზაროთ ვიდეოს და ლაიქება. მე კი გემშვიდობებით და აბა, წარმატებებს.